ჩემო ძირფასებო, მოგესალმებით ყველას და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი, ესეთი ყავის ვლოგით, რომელიც გინდოდათ ახალი აივნიდან მოკლედ ვიღებ ახალ ვლოგს ჩემს აივანზე. ცოტა მზემანათებს და ამიტომ თვალებს ცოტა ესე ვაკეთებ, მაგრამ არა უშავს. ყავა ნახევრად დალეულია, იმიტომ რომ გვიან გამახსენდა ვლოგის გადაღება, მანამდე ისე ვტკბებოდი უბრალოდ სილამაზით და ვსავდი ყავას, მაგრამ მინდა რომ თქვენთან ერთად გავაგრძელო დანარჩენი და სანამ ყავას ვსავდი პრინციპში დავსკრინე კომენტარები, რომლებზეც მინდა რომ პასუხები გავცე. ამ ბოლო ვიდეოებზე ძალიან ბევრი კომენტარი შემომივიდა, რისთვისაც უღრმესი მადლობა ყველას. ჩემო ძვირფასებო, ძალიან კეთილები და კარგები ხართ, რომ ესე გაიზიარეთ ჩემი სიხარული გულწრფელად. გისურვებთ, რომ თქვენი ეს კეთილის სურვილები, რომლებიც მე მისურვეთ, გისურვებთ, რომ ასმაგად დაგუბრუნებოდეთ და ძალიან ბედნიერები იყოთ და ყველა ოცნებები აგსრულებოდეთ. ჩემო ძვირფასებო, ძალიან საყვარლები ხართ მართლა და ყველას გულწრფელი ძალიან დიდი მადლობა. იყო რაღაც შეკითხვები და მოდით ახლა ამ შეკითხვებს ვუპასუხოთ. ყველაზე ისეთი შეკითხვა იყო, რამდენჯერმე დაისვა, რამდენჯერმე მკითხეს, ის ბინა არ იყო თქვენიო და პლუს კიდე რას უპირებთო იმ ბინას, ძველ ბინასო, ხო არ გააქირავებდითო. ესეთი შემოთავაზება წამოვიდა. ხო, მე უკვე ვთქვი წინა ვლოგებში, არ ვიცი, ალბათ ყურადღებით არ მისმენდით, ვთქვი რომ გავყიდეთ ის ბინა და კი ჩვენი ბინა იყო. არ ვიყავით ქირით. მოგვიწია გაყიდვა, იმიტომ რომ ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული რემონტები, იცით თქვენ და ზოგადად ბინის ყიდვა და ასე შემდეგ. ამიტომ სხვანაირად არ გამოგვივიდა სამწუხაროდ, მოგვიწია გაყიდვა და ასე რომ შესაბამისად ვერ გავაქირავებთ. რაფასი ქონდა ორივე მანქანას უმკითხეს, ამაზე ვუპასუხე, რომ 1100 რაღაცა ღირდა. სარიცხო მანქანა ფასტეკლებით და 1000 ლარი იყო ჭურჭლის სარიცხო მანქანა. ასე რომ ესე ღირდა ფასტეკლებით. იმ პერიოდში შეიძლება ეხლაც იყოს ფასტეკლება, არ ვიცი, ჯერჯერობით ორივე მანქანა ძალიან მომწონს. მართლაც ძალიან კარგი პროგრამები აქვს. მე უფრო დაწვრილებით შემიძლია გადავიღო, უფრო კარგად გავერკვევი ყველაფერში, უფრო დაწვრილებით გადავიღებ ვიდეოს ამ მანქანებზე. ეკა კედელზე გადმოსაკეცი უთოს-მაგი და არ მოგწონს ფარდასაც დაზოგავო. ხო, ამაზე წინა ვლოგში კი ვილაპარაკე პრინციპში, რომ ადგილი აღარ გქონდა ჩვენი კარადები ისე გაკეთდა, რომ აღარ დარჩა ადგილი იმისთვის, რომ უთო ჩამეკვეხებინა, თორე დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. ძალიან მომწონს ისეთ შეშენებული უთოები, მაგრამ ჩვენთან არ გამოვიდა სამწუხაროდ და ესე ვიყიდეთ ჩვეულებრივი უთო, მაგრამ მე ვნახე კიდე არის რაღაცნაირი ტუმბოსავით უთოები, ანუ უთო არის და ქვემოთ ისეთი ტუმბო აქვს და ესე მაგიდასავით არის სულ გაშლილი ეს უთოს მაგიდა და აი ჩავსვავ სადმე სურათს მსგავსი ვნახე, მანამდე არ მქონდა ეგ ნანახი და მე კი ვიფიქრე, რომ ესეთი ხო არ ჯობდა რომ მეყიდა თქო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არ დაეტევა ეს ჩვენ ოთახში, ანუ კი დაეტევა, მაგრამ საერთოდ აღარ იქნება გასასვლელი და ესე ძალიან დატვირთვა ოთახებისაც აღარ მინდა და ამიტომ არა უშავს იყოს ესე როგორც არის ჯერჯერობით. ეს მაინც უკვე ვიყიდე, თორე ისე ძალიან კარგი აზრია, როცა არის მაგისი ადგილი და საშუალება. სულ მინდოდა სუშის დაგემოვნება, შევიძინე კარფურში და ნეტა ვარ გამასინჯაო. ხო, კარფურის სუშის რაც შეეხება, ზოგადად ჩემ ბავშვებს, განსაკუთრებით ნატალის ძალიან უყვარს სუში და მე თქონდა რესტორნის სუშის არ შეედრება ის სუში, მაგრამ
ხანდახან როდესაც ძალიან უნდა და ესე უცებ შეიძლება ხოლმე რომ ანუ უცებ რა იქ ვარ და იქვე ვარ, ბარემ ყიდულობ ხოლმე, ესე მიყიდია ხშირად კარფურში და რაღაცა სუშის სურვილს უკლავს ხოლმე. ვიდრე ხარ შეუკვეთო და წახვიდე რესტორანში, მაგას უფრო დრო ჭირდება და თანხაც უფრო დიდი ჯდება, რა თქმა უნდა და კარფურში კი რაღაცა უფრო თითქოს ადვილია ესე უცებ ყიდვა, მაგრამ კი კეთახმებით, რომ არ აქვს ისეთი გემო, როგორც ნამდვილ სუშს უნდა გქონდეს. მაგრამ ნატალის მაინც ძალიან მიყვარს და როგორ მინდა ერთხელ გავსინჯო სახში გაკეთება. არ ვიცი როგორ გამომივა, მაგრამ ისიც არ ვიცი სად უნდა ვიყიდო ეს ყველაფერი ის ინგრედიენტები, მაგრამ არ ვიცი დაწერეთ კომენტარებში ადვილია სუშის გაკეთება სახლში. კიდევ იყო რამოდენიმე კითხვა რა უფრო შენიშვნა ტელევიზორთან და დივანთან დაკავშირებით, რომ დივანი ძალიან ახლოს არისო ტელევიზორთანო. ასევე იყო კითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ გავთვალეთ ყველაფერი, საჭიროა თუ არა დიზაინერი, სად გავაკეთოთ შტებცელები და ასე შემდეგ. მოკლედ ესეთი შეკითხვები, რომლებიც აქედან რო გესაუბროთ, მე მგონი რომ არ იქნება საინტერესო, ჯობია რომ ერთი ვლოგი ჩავწერო ისე რომ ყველაფერი თან დაგათვალიერებინოთ და თან აგიხსნათ რა, სად და როგორ და რატო გავაკეთე. და მათ შორის ეს დივანი და ტელევიზორის ამბავით ჯობია რომ იმ ვიდეოში ყველაფერს მოგიყვებით რა და როგორ და რატომ დავდგი, მოკლედ ასე როგორც ეხლა არის, მაგრამ წინასწარ კიდევ გეტყვით რომ ჯერჯერობით არ არის ეს საბოლოო ვერსია, რა თქმა უნდა, ამ სახლის. ჯერ ეხლა დავიწყეთ ცხოვრება, ჯერ ეხლა ვეჩვევით აქაურობას და ნახოთ შეიძლება რაღაცები რისი გადანაცვლებაც შეიძლება გადავანაცვლოთ, გადმოვანაცვლოთ, ნახოთ როგორ უფრო კომფორტულია ჩვენთვის, ასე რომ საბოლოო ვერსია არ არის, კიდევ ჩავატარებ ექსპერიმენტებს, ხოლო რაც შეეხება აი ამ ესეთ შეკითხვებს, კიდევ შეგიძლიათ დამისვათ, რამე ესეთი თუ გაინტერესებთ და მინდა რომ ჩავწერო უფრო კარგად რომ აი ყველაფერს დავალაგებ კარგად. ეხლა დავალაგებულია პრინციპში, მაგრამ აი ბოლო შტრიხებიც რაც დაგვრჩა აი ყველაფერს რომ გავაკეთებ ასე თუ ისე. მე მინდა რომ ჩავწერო ერთი ვიდეო, ესე რომ ყველაფერს გაჩვენებთ, ან როგორც სახლის ტური იქნება და თან ყველაფერს მოგიყვებით რა და როგორ გავაკეთე, ასე რომ მაგ კითხვებზე პასუხებს შემოვინახავ შემდეგი ვიდეოსთვის, ასე რომ არ გეგონათ რომ დამავიწყდა და არ გიპასუხებთ აუცილებლად, თაყვანთ სხვა ვიდეოში ისეთ უფრო თვალსაჩინოთ რომ ჩანდეს, ყველაფერს თან დაგათვალიერებინებთ და თან გეტყვით, მოკლედ ყველაფერს. ესეთი ვიდეო იყო დღეს, ლაქლაქური. გეჭორავეთ, ხვალ დავდებ ვლოგს, სავარაუდოდ, რაღაცა ოჯახურ ფუსფუს სამზარეულოში, სახლის საქმეებს და ესეთ ვიდეოს, მე მგონი მაგას დავდებ და ეგ ვიდეო კი მექნება აუცილებლად ტვინში, რომ უნდა გადავიღო და აუცილებლად ვიხელთებ დროს და მაგ ვიდეოს გადავიღებ სახლის ტურს და ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. რა და როგორ გავაკეთე. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას ამხელა ინტერესისთვის და ამხელა ყურადღებისთვის, ასევე ტკბილი სიტყვებისთვის. ყველას უღრმესი მადლობა, ჩემო ძვირფასო, ძალიან საყვარლები ხართ, ძალიან მიყვარხართ, ყველას გემშვიდობებით, მომავალ ვიდეომდე. კარგად.